დიახ, ზუსტად შენ მოგმართავ შემეცნების, სიახლეებისა და დაფარული ჭეშმარიტებების აღმოჩენის მოყვარულს. ნამდვილად და ძალიან მიხარია, რომ დღესაც ჩვენთან ერთად ხარ ამ სიღრმისეულ განხილვაში. ალბათ შენც ჩემსავით ხშირად ქონია ისეთი მომენტი, როდესაც რაღაც სრულიად ჩვეულებრივს, სკოლის მერხიდან კარგად ვნაცნობ დეტალს შეხედავ და უცებ, თითქოს გონებაში ნათურა ინთება, ხო? ზუსტად. რაღაც დეტალს სრულიად ახალი, მოულოდნელი პერსპექტივიდან ხედავ და ხვდები, რომ სამყარო ბევრად უფრო საინტერესოდაა მოწყობილი, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. კი, და ზუსტად ასეთი მომენტებისთვის ვართ დღეს აქ. ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული ანალიზი ზუსტად იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვისაც არ აკმაყოფილებს ზედაპირული ცოდნა, ვისაც ტექსტების დამახსოვრებას ურჩევნია გაიგოს თუ რატომ მუშაობს ესა თუ ის კანონი. ესე იგი, მათთვის, ვისაც უყვარს საგნების მიღმა არსებული ფარული, უხილავი სტრუქტურების დანახვა. ხო, ზუსტად. და დღეს ჩვენს მაგიდაზე დევს დათო სიორიძის სრულიად უნიკალური, შეიძლება თამამად ითქვას, რევოლუციური ჩანაწერები. ეს მასალა ფაქტობრივად სრულად აყირავებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კლასიკურ კანონზე. ჩვენი დღევანდელი მისიაა გავარკვიოთ და შენამდე მოვიტანოთ ის საოცარი იდეა, თუ როგორ შეიძლება პითაგორას ცნობილი თეორემა გამოიყვანო არა სკოლის დაფაზე დახაზული გეომეტრიული ფიგურებიდან ან მშრალი ციფრებიდან, არამედ აბსოლუტური სიცარიელიდან. სუფთა მეტაფიზიკური ურთიერთობებიდან. და რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ხილისგანაც კი. დიახ, არ მომესმა და არც შენ მოგესმა. ვაშლის, ფსხლისა და ალუბლის მეშვეობით. ნამდვილად ასია და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი გაკვეთილი მათემატიკაში და არც უნდა აღვიქვათ ასე. აბა როგორ უნდა შევხედოთ? ეს არის ძალიან ღრმა, შეიძლება ითქვას ფილოსოფიური ექსპერიმენტი იმაზე, თუ როგორ იქნება სტრუქტურა ორ სრულიად აბსტრაქტულ მოვლენას შორის არსებული ნებისმიერი კავშირისგან. ანუ ჩვენ ადამიანები ყოველთვის მიჩვეულები ვართ იმ აზრს, რომ სამყაროს კანონები უკვე თავისთავად არსებობს. კი, და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, მათ უბრალოდ ვზომავთ და აღმოვაჩენთ ხოლმე. მაგრამ ეს კონკრეტული ჩანაწერები გვთავაზობს სრულიად სხვა პარადიგმას. რას გულისხმობ? ის გვაჩვენებს, თუ როგორ იბადება მკაცრი გეომეტრია და ულმობელი ფიზიკური კანონზომიერება ზუსტად იქ, სადაც მანამდე საერთოდ არაფერი იყო. არაფერი გარდა ურთიერთობისა და კომუნიკაციის პოტენციალისა. მოდი ეს დეტალურად განვიხილოთ. იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან აბსტრაქტულ ტერიტორიაზე შევდივართ და მინდა რომ ჩვენი მსმენელისთვის ყველაფერი ნათელი იყოს. დიდი სიამოვნებით. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ავტორის ჩანაწერების მიხედვით, ჩვენ ვიწყებთ აბსოლუტური სიცარიელით. გვეუბნება, რომ არ არსებობს არც კოორდინატთა სისტემა, არც რიცხვები, არც საზომი ერთეულები. აბსოლუტური ვაკუუმია. ხო, და ამ სიცარიელეში არსებობს მხოლოდ ორი აბსტრაქტული რაღაც. ავტორი მათ პირობითად აღნიშნავს როგორც C და F. უბრალოდ ორი არსება, ორი წერტილი, ორი ენერგია. ზუსტად. მაგრამ მოიცა ცოტა ხნით შეგაჩერებ. კი ბატონო, პოეტურა ჟღერს, მაგრამ როგორ შეიძლება რაიმე არსებობდეს იქ, სადაც სივრცეც კი არ გვაქვს? ეს ხომ თოთა აბსურდულია რა? ძალიან ლოგიკური კითხვაა. აქ მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ ფიზიკური საგნების აღქმისგან. ანუ მატერიაზე არ უნდა ვიფიქროთ. არა, მოდი სხვანაირად შევხედოთ. ნუ იფიქრებ C-ზე და F-ზე როგორც ბურთებზე ან პლანეტებზე. იფიქრე მათზე როგორც პოტენციალებზე. როგორც ორი განსხვავებული აზრი, მაგალითად. კი, ან ორი განსხვავებული მდგომარეობა. აქ ყველაზე მომხიბლაველი ის არის, რომ როგორც კი ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთთან შევაფარდებთ, ანუ განვსაზღვრავთ მათ მიმართებას. ავტორი აქ მათემატიკას იშველიებს და ამბობს, რომ ერთ წყობს მეორეზე, ხო? დიახ, და მაშინვე წარმოიქმნება სრულიად ახალი დამოუკიდებელი სტრუქტურა. ჩანაწერებში მას მეტაბლოკი ეწოდება, K-ასოთი აღნიშნავს. მეტაბლოკი K. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, რომელსაც კალკულატორზე გამოვთვლი და პასუხს მიიღებ. ეს არის თავად კავშირის ორ სუბიექტს შორის განსხვავების და მიზიდულობის დაფიქსირება. ანუ ურთიერთობამ შექმნა ახალი რეალობა. ზუსტად, სანამ ეს კავშირი არ გაჩნდებოდა, ის ორი მდგომარეობა უბრალოდ იზოლირებულად უაზროდ არსებობდა.
კავშირმა დაბადა სტრუქტურა. აჰა, ანუ ურთიერთობა თავად ხდება საგანი. და როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, ამას მოჰყვება ეგრეთ წოდებული უკუკავშირი. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ავტორი გვიჩვენებს, რომ თუ ამ მიმართებას შემოვატრიალებთ, ერთი არსება ახლა უკვე მეორის და მათი კავშირის მეშვეობით გამოისახება. C უდრის K გამრავლებული F-ზე. აბსოლუტურად სწორია. უზიურად იმით, თუ როგორ უკავშირდები მას. კარგი შედარებაა. შენ უკვე აღარ ხარ დამოუკიდებელი ინდივიდი სიცარიელეში. შენ ხარ სისტემის ნაწილი. ზუსტად ასია და სწორედ ეს სისტემა იწყებს განვითარებას. როგორც კი ჩვენ გვაქვს ეს ორმხრივი კავშირი და უკუკავშირი, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ, ბევრად უფრო საინტერესო ეტაპზე. რაც არის დროის, ანუ მიმდევრობის კონცეფციის შემოტანა. დიახ, ჩვენ ხომ ვთქვით, რომ მანამდე არც დრო იყო და არც სივრცე, ახლა კი კავშირმა შექმნა დინამიკა. კი, და ავტორი აქ ისევ ფორმულებს იშველიებს. ისაუბრობს იმაზე, რომ წინა მდგომარეობას, ანუ წარსულს, ემატება ახალი მდგომარეობა, აწმყო. და ეს ყველაფერი უტოლდება იმ საწყის საერთო ენერგიას, რაც მათ კავშირში იდო, K გამრავლებული F-ზე. მოდი ტექნიკური დეტალები და ინდექსებიანი ფორმულები გვერდზე გადავდოთ. ჩემთვის როგორც მსმენელისთვის რას ნიშნავს, როგორ იბადება დრო ამ განტოლებიდან. თუ ამას უფრო დიდ სურათს დავუკავშირებთ, ჩვენ ვხედავთ ევოლუციის სრულიად უნივერსალურ წესს. ანუ განვითარების წესს. კი, განტოლების არსი ასეთია. ყოველი ახალი რაღაც, ყოველი ახალი ნაბიჯი ამ მიმდევრობაში არ ჩდება არსაიდან, აბა, საიდან ჩდება? ის იბადება თავისი წარსულის და იმ საერთო ფაზური ხიდის მეშვეობით, რასაც ეს ორი არსება ქმნის. წარმოიდგინე, რომ ნაბიჯს დგამ. კი, წარმომიდგენია. შენი ახალი ნაბიჯი, ანუ აწყო, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იდექი მანამდე, ანუ წარსულზე, და იმაზე, თუ რა საერთო ენერგია, რა მიზანი გამოძრავებს წინ. გასაგებია. ამის შემდეგ ავტორი აკეთებს ეგრეთ წოდებულ ნორმალიზაციას. განტოლებას ყოფს წარსულ მდგომარეობაზე და ამბობს, რომ ახალი ელემენტი უდრის ამ საერთო კავშირის ენერგიას გამოკლებული წარსული. ზუსტად. ეს ხომ წარმოუდგენლად პოეტურია. აწყო, ახალი მდგომარეობა, ყოველთვის არის ჩვენი კავშირის ენერგიას გამოკლებული წარსულის თვირთი. გეცარხმები, ნამდვილად პოეტურია, მაგრამ ამავდროულად ეს არის უზუსტესი აბსტრაქცია. მათემატიკური სიზუსტე აქვს. კი. ის გვაჩვენებს, თუ როგორ არის საწყობილი იტერაცია, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. და სწორედ ამ აბსტრაქციას მივყავართ შემდეგ, გადამწყვეტ ნაბიჯამდე, სადაც სურათი კიდევ უფრო ნათელი და საინტერესო ხდება. სად მივდივართ ახლა? ჩვენ ვტოვებთ უბრალო დროით მიმდევრობას და გადავდივართ სარკისებრ ფორმაზე. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო და ცოტა დამაბნეველიც. ავტორი წერს მარტივ განტოლებას, სადაც ერთი ნორმირებული კომპონენტი უდრის ერთს გამოკლებული მეორე ნორმირებული კომპონენტი. სწორია, A5-ით უდრის 1 მინუს B5-ით. ანუ რაღაც მთლიანობას აკლდება ერთი ნაწილი და რჩება მეორე. და მერე ავტორი ამტკიცებს, რომ აქედან პირდაპირ იბადება პითაგორას თეორემა. ნამდვილად ასეა. მოიცა როგორ? როგორ შეიძლება უბრალო გამოკლედიდან უცებ მივიღოთ კვადრატები და მართკუთხა სამკუთხედები? ეგ ხო რაღაც ფოკუსს ჰგავს. სად იყო მანამდე გეომეტრია? ძალიან კარგი რეაქცია. ეს მართლაც ფოკუსს ჰგავს ერთი შეხედვით. მოდი ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნათ. გისმენ დიდი ყურადღებით. ავტორი საუბრობს ეგრეთ წოდებულ სარკისებრ ინვოლუციაზე. რას ნიშნავს ეს? დაუშვათ, გვაქვს აბსოლუტური მთლიანობა, სრული სისტემა. ავტორი ამას სიმბოლურად რიცხვი 1-ით აღნიშნავს. გასაგებია, მთლიანობა არის ერთი. როდესაც ამ სისტემაში გვაქვს ორი ფაზა, ორი კომპონენტი, ისინი ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლები არიან. თუ ერთი იზრდება, მეორე უნდა შემცირდეს, რომ მთლიანობა შეინარჩუნდეს. როგორც სასწორი, ერთი მხარე რო ქვემოთ ჩადის, მეორე ზემოთ ადეს. დიახ, ზუსტად როგორც სასწორი, ან კიდევ უკეთესი როგორც ქანქარა. მაგრამ აქ შემოდის მთავარი დეტალი. ეს ორი ფაზა არ არის ერთსა და იმავე ხაზზე განლაგებული. აბა როგორ არიან? ისინი დამოუკიდებლები არიან, მათ საკუთარი განზომილებები აქვთ. ამიტომ, როდესაც ისინი ცდილობენ დააბალანსონ ერთმანეთი ისე, რომ ის საწყისი ერთიანობა, ის იდეალური მანძილი ცენტრიდან არ დაირღვეს, მათი მოძრაობა ქმნის წრეწირს. ვაუ! და წრეწირის შენარჩუნების ერთადერთი გეომეტრიული და მათემატიკური გზა კი კვადრატების ჯამია. ვაუ! ანუ რადგან ისინი სივრცეში სხვადასხვა განზომილებაში აბალანსებენ ერთმანეთს,
მათი ეს სარკისებრი ურთიერთობა ხაზოვანი კი არა გეომეტრიული ხდება. სწორედ ეგ არის. ყოველგვარი ტრადიციული სახაზავების გარეშე იბადება ფაზების ორთოგონალური, ანუ მართკუთხა თანაფარდობა. წარმოუდგენელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი ფაზის კვადრატს დამატებული მეორე ფაზის კვადრატი უდრის მათი ჰარმონიის გამაერთიანებელ რეზულტატს, ანუ ჰიპოტენუზის კვადრატს. A ქუდით კვადრატში პლუს B ქუდით კვადრატში უდრის C ქუდით კვადრატში. ეხ. ჩდება როგორც ფაზების ჰარმონიის გარდაუვალი ეფექტი და არა როგორც უბრალოდ მართკუთხა სამკუთხედის თვისება. ურთიერთობამ და სიმეტრიამ შვა კაცრი გეომეტრიული კანონი. ეს ნამდვილად აფეთქებს twins, მაგრამ ისი რა არის ყველაზე გიჟური ამ ისტორიაში? რა თქმა უნდა ის, რომ ავტორი აქ არ გაჩერებულა. ზუსტად. დათო სიორიძეს ეს აბსტრაქტული სიმკაცრე არ ეყო და გადაწყვეტა ის ყველაფერი მსმენელისთვის და ზოგადად ადამიანის გონებისთვის ბევრად უფრო აღქმადი გაეხადა, ხელშესახები და შეიძლება ითქვას გემრიელიც. ხილის მეტაფორას გულისხმობ? კი. მან გადაწყვიტა პითაგორას თეორემა გამოეყვანა ხილის მეშვეობით. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ მათემატიკა, ეს არის აზროვნების სუფთა ალქიმია. ეს ალქიმია სინამდვილეში ძალიან პრაქტიკული ვიზუალური მეტაფორაა, რომელიც გვეხმარება ზედმეტი ტერმინოლოგიის გარეშე დავინახოთ პროცესი. როგორ ახსნათ ეგ? ავტორი გვეუბნება, მოდი წარმოვიდგინოთ ორი განსხვავებული მიმართულება. პირველი კათეტი, ანუ ერთი მიმართულება, დავარქვათ ვაშლი. მეორე კათეტი, მეორე მიმართულება, მსხალი. და ჰიპოტენუზა? ხოლო საბოლოო ჰარმონიული შედეგი, ჰიპოტენუზა, ალუბალი. მოიცა, ანუ იმის მაგივრად, რომ აბსტრაქტულ ვექტორებზე ვისაუბროთ, პირდაპირ ვაშლებისა და მსხლების ბაღში ვსეირნობთ. დაახლოებით მასე გამოდის. მანდ წერია, რომ ეს ხილი კვადრატებში უნდა ავიყვანოთ. ვაშლის კვადრატი და მსხლის კვადრატი რას ნიშნავს პრაქტიკულად? მოდი ფიზიკურად წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი. დაუშვათ დგახარ ბაღში, რომელიც უჯრადებადაა დაყოფილი. კი ბატონო, ვდგავარ ბაღში. ერთ ხერხზე, ერთ სწორ ხაზზე, მხოლოდ ვაშლის ხეებია დარგული. მეორე გადამკვეთ ხარზე კი მხოლოდ მსხლის. ანუ პერპენდიკულარულად. დიახ. თუ შენ გინდა ერთი წერტილიდან მეორეში მოხვედრა, შეგიძლია ჯერ ბოლომდე გაიარო ვაშლის გზა, შემდეგ 90 გრადუსით მოუხვიო და გაიარო მსხლის გზა. ეგ არის კათეტების გზა. მაგრამ ბუნება ყოველთვის ოპტიმალურია. ალუბალი არის ერთგვარი მაგნიტი, ან საბოლოო დანიშნულების წერტილი. ანუ ალუბალი არის ის მოკლე გზა, დიაგონალი, რომელიც პირდაპირ მიმიყვანს მიზნამდე. დიახ. საბოლოო ჯამში ის ენერგია და ფაზური ძალა, რასაც შენ დახარჯა ვაშლების გზაზე და მერე მსხლების გზაზე მოძრაობით, ზუსტად ექვივალენტურია იმისა პირდაპირ ალუბლების გზით, რომ წასულიყავი. ჰიპოტენუზით, ანუ ალუბლით. ეს არის ბუნების მოკლე გზა. ჩანაწერებში ალუბალი ნახსენებია როგორც ტრაექტორიების ატრაქტორი. ის იზიდავს და აერთიანებს ვაშლისა და მსხლის დინამიკას ერთ სრულყოფილ ჰარმონიულ რეზულტატში. რას საინტერესოა? ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბუნების მქონე მოვლენები, ვაშლი და მსხალი, ერთიანდებიან და ქმნიან სრულიად ახალ რეალობას, ალუბალს. საბოლოოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით დიალოგის ბოლო ნაწილს, რომელიც 2026 წლის 4 მარტით არის დათარიღებული, ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის. კი, მან ფინალური ტრანსფორმაცია ხდება. ის ამ ფინალურ აბსტრაქტულ გეომეტრიაში განტოლების წესრიგს საერთოდ ცვლის. მანამდე თუ ალუბალი იყო ჰიპოტენუზა და შედეგი, ახლა ის სულ სხვა სურათს გვთავაზობს. რატომ თამაშობს ამ განტოლებებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ფინალურ სხემაში ავტორი ახდენს პოლუსების გადათამაშებას, რაცა დაგვანახოს ამ სისტემის აბსოლუტური მოქნილობა და ენერგეტიკული ბუნება. რას ნიშნავს პოლუსების გადათამაშება? როცა ის წერს, რომ ახლა თითოეული ხილი არის პოზიტიური პოლუსი, ის გვეუბნება, რომ ეს განტოლება უკვე აღარ არის მიბმული ფიზიკურ სივრცეზე. ანუ გეომეტრიიდან გავდივართ ისე. დიახ, მათი კვადრატები, მაგალითად ალუბალი კვადრატში და ვაშლი კვადრატში, უკვე აღარ წარმოადგენს უბრალოდ გეომეტრიულ ფართობს ან ბაღის ტერიტორიას. აბა რას წარმოადგენს? ენერგიას. დიახ, ეს არის თითოეული პოლუსის ფაზური ძალა. ენერგეტიკული ნაკადი. ამ ახალ განტოლებაში ავტორი ალუბალს და ვაშლს სვავს განტოლების ერთ მხარეს. ორივე ერთ მხარესაა ახლა. დიახ. ისინი ქმნიან ბაზას
საწყის ენერგეტიკულ ნაკადებს. და ეს ორი ნაკადი ალუბალი კვადრატში დამატებული ვაშლი კვადრატში სად მიდის? სადღაც სიცარიელეში ხوار გაქრება. სწორია, არ გაქრება. ეს რეზულტატი უერთდება მსხალს. მსხალს. დიახ. მსხალი ამ ახალ ვერსიაში უკვე აღარ არის რიგითი კათეტი ან უბრალოდ გზის ერთი ნაწილი. ის იქცევა ზუსტად იმ ჰარმონიის ატრაქტორად, საბოლოო რეზონანსად, რაზეც წეღან ვსაუბრობდით. ანუ ჩვენ ვიღებთ ახალ სრულიად ფანტასტიკურ სურათს. ალუბალი კვადრატში დამატებული ვაშლი კვადრატში უდრის მსხალს კვადრატში. ზუსტად ეგრეა. c კვადრატს პლუს a კვადრატი უდრეს g კვადრატს. ეს უბრალოდ გენიალურია. ვისეგონა რომ პითაგორას თეორემის ახსნა ასეთი სახალისო, მოქნილი და ამავდროულად ასეთი ღრმად ფილოსოფიური შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ნამდვილად აჩვენებს ადამიანის გონების უსაზღრო შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მკაცრი სტრუქტურა სრულ ხაოსში და უმაღლესი აბსტრაქცია ვაქციოთ აღქმად ხელშესახებ რეალობად, თუნდაც ამ უბრალო ხილის მეტაფორით. მოდი ახლა ერთი წუთით შევჩერდეთ და შევაჯამოთ ის განვლილი გზა, რაც ჩვენ შენთან ერთად ძვირფასო მსმენელო დღეს გავიარეთ. მართლაც წარმოუდგენელი ინტელექტუალური მოგზაურობა იყო. ჩვენ დავიწყეთ აბსოლუტური სიცარიელით, სადაც არაფერი არსებობდა ორი სრულიად განუსაზღვრელი წერტილის ორი პოტენციალის გარდა. დიახ, C და F-ი. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ იქცა ეს აბსტრაქტული სიცარიელე სისტემად და კავშირად, როგორც კი მათ ერთმანეთი შენიშნეს და ერთმანეთთან კომუნიკაცია დაიწყეს. და შექმნეს დრო და იტერაცია. შემდეგ დავინახეთ თუ როგორ გადაიზარდა ეს კავშირი ქანქარასავით მოძრავ, სარკისებრ ჰარმონიაში საიდანაც გეომეტრია იშვა. და საბოლოოდ აღმოვაჩინეთ, რომ ისეთი მყარი, შეუვალი და ერთი შეხედვით მოსაწყენი მათემატიკური კანონიც კი, როგორიც პითაგორას თეორემა, სინამდვილეში შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც სუფთა ენერგეტიკული და ფაზური ურთიერთქმედება. თუმდაც ეს ყველაფერი ალუბლის, ვაშლისა და მსხლის პოლუსებით იყო სახსნელი. ეს აჩენს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ჩემი აზრით არის ამ ჩანაწერების მთავარი ღირებულება და გზავნილი. რა კითხვას? ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ფიზიკის თუ მათემატიკის კანონები სამყაროში წინასწარ დამოუკიდებლად არსებობს და ჩვენ ადამიანებმა ისინი უბრალოდ გავზომეთ, აღმოვაჩინეთ და წიგნებში ჩავწერეთ. ტრადიციული ხედვა ეგეთია კი. მაგრამ ეს სიღრმისეული ანალიზი სრულიად სხვა რამეს გვეუბნება. სამყაროს წესები შესაძლოა არსებობდეს არა იმიტომ, რომ ვიღაცამ წინასწარ დაწერა ისინი როგორც კოდი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ნებისმიერი ორი საგნის, ნებისმიერი ორი ფაზის თუ ენერგიის ურთიერთქმედების ბუნებრივი, შეუქცევადი ჰარმონია. ანუ კანონი არის უბრალოდ ურთიერთობის შედეგი. ზუსტად. მოვლენები არ ემორჩილებიან გეომეტრიას პირიქით, როგორც კი ჩნდება ორი მოვლენა და მათ შორის მყარდება კავშირი, პითაგორას თეორემა უბრალოდ გარდაუვალი ხდება. ის იბადება თავისთავად, როგორც წესრიგი სიცარიელიდან, რადგან სხვაგვარად წონასწორობა უბრალოდ ვერ იარსებებს. ძალიან კარგი პერსპექტივა. ეს ფაქტობრივად ცვლის ყველაფერს, რაც საკამდე ვიცოდით რეალობის მოწყობაზე. და დასასრულს მინდა დაგიტოვო ერთი ძალიან ღრმა და ცოტა პროვოკაციული საფიქრალი. შენ ვინც ახლა გვისმენ და ცდილობ ეს ყველაფერი გონებაში გადახარშო. ნამდვილად ღირს ამაზე დაფიქრება. დაფიქრდი ამაზე. თუ კი ასეთი ფუნდამენტური ურღევი გეომეტრიული კანონი, როგორიც პითაგორას თეორემა, შეიძლება გაჩნდეს უბრალოდ ორი აბსტრაქტული სრულიად განუსაზღვრელი რაღაცის ურთიერთქმედების შედეგად, თანაც ისე რომ არ დაგჭირდეს არანაირი რიცხვები, კოორდინატები და ფიზიკური განზომილებები? კიდევ რომელი კანონი შეიძლება იყოს ასეთი? სუსტად ეგ არის კითხვა. კიდევ რომელი მკაცრი მეცნიერული კანონი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი სამყაროს უბრალო გარდაუვალი ილუზია? ილუზია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ორმა მოვლენამ, ორმა ატომამ, ორმა ადამიანმა ან ორმა galaktikam ერთმანეთთან კომუნიკაცია დაიწყო. ძალიან კარგი პერსპექტივაა. რა მოხდება თუ მთელი ჩვენი ფიზიკა თავისი რთული განტოლებებით სინამდვილეში არ არის სამყაროს კარკასი? არამედ უბრალოდ იმ ენის გრამატიკა, რომლითაც სამყაროს სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს ესაუბრებიან. დაფიქრდი ამაზე. შევხვდებით შემდეგი საოცარი აღმოჩენებისას.